როგორც ხედავთ, ხელში მეკავია 4 ლაბუბუ. 1, 2, 3 და 4. ეს დამემალა. კითხვა ისმის, ჯანდაბ ამხანაგო რა თქინდა 4 ლაბუბუ? დიახ, ზუსტად 4 ლაბუბუ შევიძინეთ იმისთვის, რომ ვეძებდით ზუსტად ორიგინალ ლაბუბუს. რატო? პასუხი მარტივია. რადგან თქვენ თხოვეთ, რომ რამჩიკ ჯანდაბა გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ახსენით თუ საიდან წამოვიდა ლაბუბუ და ეს მითი და ლეგენდა, მაგრამ უმეტესობამ მაიძულეთ პირდაპირ მიშელობით, რომ გაჭერი ლაბუბუ და ვნახოთ შიგნით რა დევს. ჯანდაბა ძალიან სისულელეა, ვიცი, მაგრამ როგორც შეგვპირდი, მაგას ვიზავთ თქო. ეს არის 1 ლაბუბუ. ეს არ გვჭირდება. ეს არის მეორე ლაბუბუ. ესეც არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ესეც ორიგინალი იყო. ესეც მესამე ლაბუბუ. პაო და ეს მეოთხე ლაბუბუ. სრულიად ორიგინალი. ზუსტად ამ ლაბუბუს ვაწამებთ დღეს. მე და შენ. ვისაც გიყვართ ლაბუბუ, მაპატიეთ, მეც მიყვარს, ძალიან საყვარელია. პიპ პიპ, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც უნდა ჩავატაროთ. მაინც მოდი ვკითხოთ, აქ არის თუ არა ძველი დიქტაფონი, რადგან ამის მეშვეობით გავიგონებთ, აქ არის თუ არა. ნიცაიმა გეგენსინხიო ლაბუბუ, ნიცაიმა გენგენსინხიო. ლაბუბუ, ნიცაიმა გენგენსინხიო. სრული სიჩუმე არ იღებს ხმას. ნუ რა თქმა უნდა, მეც რო ვიყო თოჯინა და ძალიან მშვიდი ვიყო, რა თქმა უნდა, არ ამოვიღებდი ხმას, როცა მკითხავდნენ, აქ ხარ თუ არა. მაშინ ვარიანტი მეორე, ცოტათი ვაწამოთ. ვიღებთ მაკრატელს მეთქი. ნემს და ტრაქში გაუჩოთ. მოგაცრავთ. ლაბუბუ, ნიცაიმა გაიოსუმო. ნიცაიმა გაოსუბო. ლაბუბუ. ოპა. ცოტა ცუდად შედის თავში. თითქოს და მართლა რაღაცა დევს, ნახე. ძმობა ზაფიც, პარდა ნახე როგორ ვაწვევი, ხო ჩანს შეხედე. აქ ძალიან ცუდად შედის თავში რაღაცა, ან სხვანაირი ის არის მატერიალი, არ ვიცი, მაგრამ გადავხედავთ ამას. ეს სავარაუდოდ აღარ დაგჭირდება. ლაბუბუ, ნიცაიმა გაიოსუმო. ნიცაიმა გაოსუბო. არაფერი. შევხედოთ რეკვიზიტებს, რა გვიდევს მაგიდაზე და რისთვის. გვაქვს ლაბუბუ, დანა, გვაქვს ესეთი ყურძენი. კითხვა ისმის, ჯანდაბა ყურძენი რაღაც გინდა. როცა დავჭრით ლაბუბუს, რაც შიგნით იქნება, ჩავაგდებთ ამ პატარა თეფში. ყურძენთან ერთად. რის შემდეგაც შევხედავთ ყურძენს. თუ ყურძენმა ფერი შეცვალა, შეგვიძლია ვინერვიულოთ. თუ არ შეუცვლია, ყველაფერი რიგზეა. შეგვიძლია დავიწყოთ. უი, კინაღამ დამოვიწყდა და გვაქვს ზუსტად 2 ღერის სპიჩკა. ბლინ, 2 ღერი იყო მახსოვს და ნახე. ერთი გამტყდარია და ერთი დარჩა. რატო? 2 უნდა ყოფილიყო, მაგრამ კარგი იყოს 1. თუ რაღაცა საეჭვო იყო, მაგ შემთხვევაში ავიღებ და უცებ სპიჩკას ავანთებ, რათა ცეცხლმა წაიღოს ეს ბოროტი აურა. მე მგონი დროა დავიწყოთ. ჯანდაბა ძალიან მეწოდება არადა. მოდი ალბათ დავიწყებთ მუცლიდან. მოდი ახლა გავჭროთ. ესე. არადა რა კარგი დანა არის. წესით კარგად უნდა ჭრიდეს.
მაგრამ თან ორიგინალი ლაბუბუროა. ზუსტად მაგიტომაც ცოტა არ იყოს და უწყვალობთ. მაგრამ ძალიან უხაშათაც არ მინდა, იცი? არ ვატკინოც რა ვიცი მე. უმეტესობა ისეთ სისულელეს წერდა. საერთოდ მე სკეპტიკოსი ვარ, არ ჯერ ეგეთ რაღაცებს, მაგრამ იმდენმა დამიწერეთ. რამჩიკ კამერა დევს შიგნით. რამჩიკ კამერა დევს შიგნით. აი. Так. ჯანდაბა კორონას მერე სუნს ვერ აუგზნობ და რას ვაკეთებ? რატო იცი იქნება და ამას ვიგრძნობდი, რა იცი? არა ნუ, ბლინ. და კარგი. ოპა. აი მე არაფერი ბიჭო ხელი იყო, ანუ ხელი წამოვიდა აქეთ ამ ხარეს. მოცლის ხარეს და მეთქი რა არის ესეთი შისტოკი. იქ მართლა რაღაცა დევს. მე მგონი მიყურებს, იცი? არა, ნუ ლაგიკურია რომ მიყურებს, აბა. სხვას ვის რამდენი ბამბა, ამას შეხედე პროსტა. ახ ბიჭო, დიდი თებში უნდა წამომიღო, ბიჭო. აქ ისევ დანა დაგჭირდება ეხლა. ანუ პრინციპში არა. ცოტა ძალა და ეგ არის. სპატარა ცოტა თითები. მე ხადავები ბიჭო. გავჭედავ ეხლა. ვაი. ოი. მარტო თავი გვაქვს. ეს არის ამის ეს რა არის? ანუ ეს თავში ჯდება, ხო, პიპეტკა? ვანაირი უცნაური პიპეტკა. ესეთი რაღაცა დევს, ცოტათი ჭუჭულიქს გავს. ხო, ეს თავში შედის. ანუ ეს. წაფ. так, ну აქ დიდად უკვე არაფერი გვაქვს საერთოდ. გარდა იმისა, რომ გვაქვს პატარა ესეთი თითები, რომელსაც რატომღაც ოპა ერთი ამოვიღეთ. რამდენი თითი აქვს? 1 2 3 4 თითი. მანიკიური აქვს ფეხზე ბიჭო, ეხა შევამჩნიე. თუ შილაკია ეს. არ ვიცი, ვერ ვერკვევი. ტაქს, ეს არის ფეხები, ეს არის ხელები. ეს არის თავი. ვახტი სუკა. რატო ბიჭო? მაინც იყოს ეს. ყველაფერს ვიცავ თუ რამე დადგმული იყოს. დამუღამე ბოლზე? კაი. ალბათ უბრალოდ წავიდა. ალბათ უბრალოდ დამთხევა იყო, ხო? так. კარგი, ტანში არაფერი აქვს მოკლედ. ეხლა მივხედოთ თავარს. ერთი შილაკი წაეშალა ბიჭო. მაისა. თუ თავიდანვე მასე იყო, ეხლა და რაღაცებს მაიმუნობ. What the fish? და კარგი. თავი ძალიან ძნელად იჭრება. ნაუ ეხლა ფიქრობენ რამჩიკა ვაფშე გაგიჟდავ, მაგრამ რატო ექსპერიმენტებს უატარებს? გვიყვარს მითების დამარხვა. რათა ისო და ისო თქვენ არ შეგეშინდეთ. ოხ. რაღაცები ამოვიდა. ჯანდაბა. მე კი რა არის, ბიჭო, არ გამიმპაროს, აი ეს არის.
ეს და ეს რატო გამეკეცი ბიჭო? ეს ხო იცი რაც არის? ანუ ის ტრუბკა რო იყო რა სად არის? ო აგე ამისი არის ეს ტანს უერთდება მიხვდი ესეც კაპ აგე მეც არა ვთქვი რა გამოვარდა თქო არ დამეკარგოს იქნება ეს ზუსტად ის არის რასაც ჩვენ ვეძებთ так თავი უკრიდან ესეა ტვინი წინიდან ესე პროფილიდან ესე ჩანს ამიტომაც ეს უკვე ნელა ამოვიღოთ ესე так ოპა აი ამას აგრა უნდა ნეტა და კიდე ერთი ცალია აი ეს სულს მაინც ვებსნობ თოკია თოქს რა უნდა ბამბებში არ ვიცი ეს მართლა არ ვიცი და ჯერჯერობით მარტო ორი შევამჩნიე ეს ორი თოკი ვიპოვეთ ტვინში თავში შავი თოკი რო ყოფილიყო გეფიცები ძალიან ცოტა არ იყოს და დავიძავებოდი თუ რატო შავი თოკი და საერთოდ თოქს აქ რა უნდა მაგრამ ნუ არ ვიცი შეიძლება დამზადების დროს მოყვა ალბათ ცოტა ჯიგრულად რო შევხედოთ და რო არ დავძაბოთ ხო რას ფიქრობთ ამ თოქზე აი ამ ორ თოქზე 1 და 2 ეს იყო თავში აქ თელი გორაა შეხედეთ ვაზაფიცებ ამას ნახე так მივედით ტვინამდე და თითქმის და მოვჩით აქ ხო всё პრინციპში აქ რამოდენიმე თოკია ურებთან დაეთყობა აქედან ხო არ ამოვიდა ეს ლაბუბო ესე გამოიყურება ახლა ამაზია თუ ეს პიუ და კარგი ჰუ ოპერაცია ჩავატარეთ ესე იგი აგერ თავი აგერ ტანი აგერ ფეხები აგერ ხელები და რამდენი ბამბა პროსა შეხედე დაჟე ნახევარიც კიდე უკან არის აქ შეხედე ეს ყველაფერი იდო აი რაღაცა ევქელა თოჯინაში ყველაზე მთავარი შევხედოთ იმ ყურძენს რამდენად შეცვალა ფერი გაუფლიან და ну პრინციპში თითქოს და რაღაც ახატია თუ მე მეჩვენება თუ მაიმუნობ მე მარტო აი აქ არის ესე დანარჩენი არაფერი მარტო აი აქ დამხარეს რამეს ხედავთ ნახატის პონჩი თითქოს და რაღაცას ხوار ვავზავსებთ ხა ეს რო შევჭამ ანუ ასე ხარ აქ ლაბაბუსის იყო სხეული შეეხო ლაბაბუსი გემოზე ცოტა ტყემალივით არის თუ რამე მომივიდა თქვენი ციდვის იბრალია მოკლედ კამერა არ დევს არაფერი არ დევს მაქსიმუმ რაც იდო ცოტა დამაფიქრა აი ეს ორი ძაფი დანარჩენი ვაფშე არაფერი ყველაფერი ჩვეულებრივად ყველაფერი რა ვიცი ამიტომაც წინა ვიდეოც ნახეთ ლაბაბუზე გვაქვს გადაღებული პრედისტორია მოვყევით თუ საიდან წამოვიდა ეს მითი საიდან წამოვიდა ეს და ასე შემდეგ არ დაგეზაროთ და რამის თუ შეგეშინდებათ უბრალოდ მოვწერეთ ან ადგილის ან რაც მითები თუა და ყველანაირად ვეცდებით მივიდეთ თუნდაც მაგ ადგილას გადავიღოთ ჩავატაროთ ექსპერიმენტი დაწერეთ მაინც თქვენი აზრი აუცილებლად წავიკითხავ და მე კიდე რა თქმა უნდა დროებით გემშვიდობებით ჟანდაბა რა კაი თოჯინა დამაჭრებინეთ მაგრამ ღირდა
რადგან უმეტესობა საწი აღარ შეეშინდებათ, არ იფიქრებთ, რომ ვაიმე კამერა დევს, დიქტაფონი დევს შიგნით, გვიყურებს, გვითვალთვალებს და ასე შემდეგ. დროებით.